და ისევ სტუდიაში ვარ, ჩაფიქრებული ვარ. ფიქრობდი კურიერში ძალიან საინტერესო ამბების შესახებ, მაგრამ დავბრუნდები სად ვარ, სხვა დღეში ვარ. მოკლედ, თემა რომელიც ახლა მოვდივარ, მაგრამ არა, ეს თემა ფრანკფურტი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა და საერთოდ ჩვენი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად და ბევრს საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, მნიშვნელობაზე ამ მოვლენის სამზადისზე, ხან ნერვიულობთ, ხან გვიხარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც ნიშნავს, რომ უმასპინძლებს ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მოვლენას, წიგნის ბაზრობას. ამისათვის დიდი მზადება მიმდინარეობს სხვადასხვა განხრით, იქ საუბრობდით თარგმანების აუცილებლობაზე, გამომცემლობების აქტიურობაზე და ასე შემდეგ. და აი დადგა დრო, როდესაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას უნდა მიესადაგოს ლოგო და სლოგანი. სწორედ სლოგანისა და ლოგოს შექმნაზე არის გამოცხადებული კონკურსი. დეტალებზე მაგაცხადიანი მოგვითხრობს. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მზადება უკვე დაწყებულია, ხოლო როგორ იქნება ჩვენი ქვეყნის პროგრამის კონცეფცია, ლოგო და სლოგანი, ამას კონკურსის შედეგად გავიგებთ. ხოლო კონკურს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხარდაჭერით ახორციელებს. დეტალურად როგორც კონკურსის, ისე ამ საპატიო სტატუსის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი მედეა მეტრეველი გვესაუბრება. მოგესალმებით მედეა. გასაგებია, რომ ეს არის მართლაც ძალიან საამაყო სტატუსი, მაგრამ შეიძლება უფრო დეტალურად განმარტეთ კონკურსის მიზნები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ზოგადად პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი. ფრანკფურტში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ კულტურულ პლატფორმაზე წარსდგეს საქართველოს განსაკუთრებული საპატიო სტატუსით და მეთანხმებით ძალიან დიდი პატივი და დიდი გამოწვევაა. მზადება, როგორც აღნიშნეთ, უკვე დაწყებულია, ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული, როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ქართულ გამომცემლებთან ერთად, ასევე კულტურის სამინისტრო აქტიურად გვეხმარება მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში და პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ამ პროექტისთვის ქვეყნის საპატიო სტატუსის კონცეფციის, სლოგანის და ლოგოს შექმნას. აი ამასთან დაკავშირებით ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სულ რამდენიმე დღეში ნოემბრის ფარგლებში გამოაცხადებს სპეციალურ კონკურსს, რომლის მიზანია ყველაზე საუკეთესო იდეა და კონცეფცია გამოავლინოს, რომლითაც 2018 წელს საქართველოს წარსდგება ევროპელი მკითხველის და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე. ვის შეიძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება? არის თუ არა შეზღუდვა? კონკურსი განკუთვნილია სარეკლამო მარკეტინგული კომპანიებისთვის და ასევე ნებისმიერი საინიციატივო ჯგუფისთვის, რომელსაც საინტერესო იდეა შეიძლება გაუჩნდეს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს კონკურსი იყოს საჯარო, ყველა ფოკუს ჯგუფი მოიცვას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არიან გამოცდილი კომპანიები თუ ადამიანთა ჯგუფები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება და საინტერესო იდეებს შემოგთავაზებს. ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსის პირობების თანახმად, რა თქმა უნდა, და ეს პირობები სულ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და გამოქვეყნდება როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საიტზე, ასევე ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე და სხვადასხვა მედია საშუალებების დახმარებით. აი სანამ გამოქვეყნდება ჩვენს მაყურებელს რა ორი სიტყვით რო ვუთხრათ, როგორ იქნება კრიტერიუმები კონკურსის მონაწილეებისთვის, თქვათ, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები? ზოგადად პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოგეხსენებათ გახლავთ საერთაშორისო კულტურული პლატფორმა, შესაბამისად მოლოდინი და გამოწვევა არის შემდეგი. უცხოელი მკითხველი ქართული კულტურით, ქართული ლიტერატურით მაქსიმალურად უნდა დაინტერესდეს და მიაქციოს ყურადღება ჩვენი ქვეყნის შემოქმედებით, ვთქვათ, პოტენციალს. შესაბამისად აქცენტებით სწორედ ამ მიმართულებით იქნება გასაკეთებელი, აჩვენოთ დანარჩენ მსოფლიოს რა არის საქართველო, როგორია საქართველო და რატომ არის თანამედროვე საქართველო. თავისი მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალურ, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობით საინტერესო დღევანდელი მსოფლიოსთვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ნოემბრის განმავლობაში გამოცხადდება უკვე კონკურსი. როდის იქნება ცნობილი შედეგები მისი?
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ექსკლუზიურად თქვენთვის გამამხელ ერთ პატარა დეტალს, რომ პატარა პროფესიულ საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეიცავს. შესაბამისად, 3 ეტაპად წარიმართება კონკურსი და გვეყოლება ერთი გამარჯვებული. საპრიზო ფონდი დაახლოებით 50,000 ლარის ფარგლებში მრყეობს. უფრო დეტალურად კიდევ შემოვიტოვებთ დანარჩენ კონკრეტულ ინფორმაციას უკვე აი ამ კონკურსის პრეზენტაციისთვის. მესი მადლობა მეტია. ჩასვარდითაა ბაკუს ლოკალის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი. თინა, მოგესალმებით. რამდენად მნიშვნელოვანი არის ქართული გამომცემლობებისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა? როგორ ფიქრობთ, რას მისცემს მათ? გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს კონკურსი გამომცემლობებისთვის არ ცხადდება. კონკურსი, თუმცა შეუძლია რა თქმა უნდა გამომცემლობაც მიიღოს მონაწილეობა, შეზღუდული არ არის, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მაგრამ პირველ რიგში კონკურსი არის ეგრეთ წოდებული კრეატიული ჯგუფებისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოაყალიბონ კონცეფცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს სლოგანი, მესიჯი დანარჩენი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტში იმართება და თქვათ გერმანიის კონკრეტულ ქალაქში, ეს ამას ექნება უდიდესი საერთაშორისო გამოძახილი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან გამომცემლები, ჟურნალისტები, ძალიან კარგი მედიის დაფარო აქვს ხოლმე, როგორც წესი წიგნის ბაზრობას, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბაზრობა. ასე რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რას ეტყვის დანარჩენ მსოფლიოს. შესაბამისად, ის კონცეფცია და სლოგანი, რასაც კონკურსის შედეგად მივიღებთ, იქნება ზუსტად ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება თუ რას მივიღებთ კონკურსის შედეგად, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ლაკონური და ზუსტი. მე ძალიან დიდი ხანია დავდივარ წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტში 98 წლიდან პრაქტიკულად და ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდები სხვადასხვა ქვეყნებს თუ რა პროგრესი განიცადეს მათ, როდესაც ემზადებოდნენ სტუმარი ქვეყნის სტატუსისათვის. და რამდენიმე ქვეყანამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ისე წარდგეს, თქვათ, დანარჩენი მსოფლიოს გამომცემლების და მედიის წინაშე, როგორც თქვათ, ისლანდია ან ფინეთი, ან თუნდაც თურქეთმა მოახერხა ეს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრით უნიკალური შანსი, რაც ეძლევა საქართველოს, რომ მისი ლიტერატურა, მისი კულტურა მოხვდეს ფოკუსში და ეს შანსი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. როგორც გამომცემლებმა, ისე ზოგადად კულტურის სამინისტრომ და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით 3 წელი საკმაოდ დიდი დრო არის აი მოსამზადებელი პერიოდისთვის. როგორ ფიქრობთ, საკმარისი იქნება ეს დრო იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი შედეგი და სრულყოფილად წარდგეთ ფრანკფურტში? წარდგენისთვის და მომზადებისთვის და ორგანიზებისთვის ჩემი აზრით საკმარისია, თუმცა მე მაინც ფიქრობ, პირადად ჩემი აზრია, რომ ფრანკფურტი არის ერთ-ერთი ეტაპი. ის მექანიზმები, რაც ამოქმედება ფრანკფურტის საპატიო ქვეყნის სტატუსის მზადების პროცესში, უნდა გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდეს. რას გულისხმობ? უნდა საფუძველი ჩაეყაროს მდგრად კონცეფციას, ანუ ის, რომ საქართველოს ერთხელ წავიდა ფრანკფურტში, ეს არ ნიშნავს არაფერს. ცხოვრება აქ არ თავდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიძლება ანალოგიური პროგრამით წარდგენა, ვთქვათ, იქნება ეს ლონდონის წიგნის ბაზრობა, პარიზის თუ ასე შემდეგ, ასე რომ თუ ჩვენ აქ სწორი მესიჯი მოვნახეთ, სწორი სლოგანი, სწორი კონცეფცია გვექნა, ბუნებრივია, რომ სხვა ქვეყნებშიც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს იგივე, რაც მთავარია, ამით ჩვენ ხელს შეუწყობთ იმას, რომ ქართული მწერლები, ქართული ლიტერატურა გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. დიდი მადლობა თინა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კონკურსს ნოემბრის ბოლომდე გამოაცხადებს, რომლის შედეგად გადაწყდება თუ როგორი კონცეფციით, სლოგანით და ლოგოთი წარდგება ჩვენი ქვეყანა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.